მოგესალმებით. ჩემი სახელია ეკა ქარდავა, მე ვარ სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი და ვისაუბრებ, გავაგრძელებ უფრო სწორედ საუბარს შრომის სამართლის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების აპროქსიმაციის საკითხებზე. წინა ვიდეოში ხაზი გაუსვით ისეთ ნიუანსებს, როგორიც იყო ასოცირების შეთანხმებით საქართველოს წინაშე მდგარი ვალდებულებები შრომის სამართლის სფეროში ტრანსპოზიციის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამავდროულად ვისაუბრე საქართველოში შრომის სამართლის განვითარების დინამიკაზე ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში. დღეს ჩვენი შეხვედრა შეეხება ისეთ საკითხს, როგორიც არის 2019-2020 წლებში საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები. ეს იყო დიდი გადასინჯვა, დიდი რევიზია შრომის კანონმდებლობისა და აი ამ ცვლილებებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდება ისეთ ნიუანსებზე, როგორიც არის რა მოვიდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სიახლოვეში და პირიქით რა დაუპირისპირდა ევროკავშირის სტანდარტებს. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წელი და 2024 წელი საქართველოს შეფასებისთვის ახალი ტიპის მოდელებია, ის განსხვავდება ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშებისგან. ევროკომისიამ 2023 წლის გაფართოების პაკეტითა და 2024 წლის გაფართოების პაკეტით ახალი რეკომენდაციები დააყენა საქართველოს წინაშე. ევროკომისია ნამდვილად აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის სფეროში აქვს გარკვეული დონე მზაობის და რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებულია, თუმცა ხაზს უსმევს იმასაც, რომ პრობლემა არის აღსრულების სფეროში. იმავდროულად ასახელებს კონკრეტულ საკითხებს, სადაც ხედავს პრობლემებს ევროკავშირი. ეს არის, რომ საჭირო არის მეტი მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში, საჭირო არის უმუშევრობისა და მინიმალური ანაზღაურების ბენეფიტების განსაზღვრა, განსაკუთრებით ხაზს უსმევს იმას, რომ ფართო დიალოგი უნდა დაიწყოს საქართველოში მინიმალურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე საჭირო არის ILO-ს კონვენციათა რატიფიცირება. 2024 წლის გაფართოების პაკეტის თანახმად ევროკომისია ხელახლა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. საჭირო არის ისევ და ისევ ILO-ს კონვენციების რატიფიცირება და აქვე ხაზს უსმევს იმას, რომ გამოწვევად რჩება არადეკლარირებული სამუშაო, რა თქმა უნდა, ძალიან ადაბლებს დასაქმებულის დაცვის სტანდარტს. დავიწყოთ ძირითადი ცვლილებით, ეს არის შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული ცვლილებები. შრომის ინსპექციის ძალაუფლება შემოვიდა შრომის სახელშეკრულებო პირობების შემოწმების ნაწილში. ეს ძალიან კარგი ცვლილება, ამას წლების განმავლობაში ითხოვდა არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ ILO, რომლის წევრი ორგანიზაცია არის საქართველო. ამან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და დაადასტურა მეტად აშკარად გახადა ის ფაქტი, რომ შრომის მენეჯმენტზე პასუხისმგებელი არის დამსაქმებელი. ეს იმ ფაქტითაც მოწმდება, რომ შრომის ინსპექცია, როდესაც ის მონიტორინგს განახორციელებს, პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებელს. შრომის ინსპექცია პასუხისმგებლობას არ აკისრებს დასაქმებულს. აქედან გამომდინარე, შრომის მენეჯმენტი უნდა დაექვემდებაროს იმ სასიკეთო ნამდვილად ცვლილებებს 2019-2020 წლებიდან, რამაც პრაქტიკაში უნდა მოქცეს ევროპული სტანდარტების არსებობის მტკიცება და არა მხოლოდ კანონში არსებული კარგი დებულებების
სივრცე. ერთ-ერთი უმსხვილესი ცვლილება 2019 წელს შეეხო დისკრიმინაციის სფეროს. დისკრიმინაცია რჩება უდიდეს გამოწვევად საქართველოში, რა თქმა უნდა, დებულებები ძალიან პროევროპული არის შრომის კოდექსში. აქ ხაზგასმულია ის, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაცია არის, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება კომპარატორებს შორის, ანუ შესადარებელ პირებს შორის, იმიტომ რომ არ შეიძლება ნებისმიერ პირთა ერთ მდგომარეობაში ჩაყენება. აქედან გამომდინარე დისკრიმინაციად ითვლება გათანაბრებაც კი, რომელიც არ არის თან თქვათ მაგალითად თანაბარი ანაზღაურებისთვის, თანაბარი სამუშაოს განხორციელებისთვის თანაბარი ანაზღაურება უნდა გაიცეს და არ შეიძლება ყველაფრის გათანაბრება. აქვე შემოსული არის შშმ პირთა დაცვის სტანდარტი და გონივრული მისადაგების საკითხი. შემოსული არის ვიქტიმიზაციის ცნება. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც დასაქმებული იწყებს თავისი უფლებების დაცვას მისდამი არათანაბარი მოპყრობის წინააღმდეგ, შესაძლოა დამსაქმებელმა კიდევ უფრო დაუმძიმოს მდგომარეობა, კიდევ უფრო შეავიწროვოს, კიდევ უფრო მეტი დისკრიმინაცია განახორციელოს, ან საერთოდ გაანთავისუფლოს სამსახურიდან და ეს უკვე არის ფაქტიურად ორმაგი დისკრიმინაცია, ეს უკვე არის მსხვერპლად ქცევა და ამ ვიქტიმიზაციის დებულებებით შემოსული არის. გარდა ამისა, მინდა ხაზი გაუსვა, რომ დისკრიმინაციის ცალკე ფორმად განსაზღვრული არის შევიწროება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს საზოგადოებისთვის, პირდაპირ ვიტყოდი პოსტსაბჭოთა სივრცის საზოგადოებისთვის, სადაც დამსაქმებელი თუ დასაქმებულს შევიწროების ქცევით ექცევა, დანარჩენი დასაქმებულები ძალიან ხშირად დამსაქმებლის გვერდით დადგებიან ხოლმე და იტყვიან, რომ ჩვენ ასე არასოდეს არ მოგქცევია და რაღაცა ერთს მოექცეოდა ცუდად. აი ეს ფაქტორი ფაქტიურად მოშლილია, ეს კოლექტიური გასამართლებისა და კოლექტიური დაპირისპირების საკითხი და შევიწროების ქვეშ კანონმდებლობას აინტერესებს თუნდაც იმ ერთი დასაქმებულის მხრიდან, თუნდაც ის ერთხელ განხორციელებული შევიწროების ასპექტი. აქედან გამომდინარე შევიწროების დროს კომპარატორი არ არის საჭირო და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ დისკრიმინაციის სფეროში კარგი ცვლილებები არის ასახული შრომის კოდექსში. გამოწვევად რჩება დღემდე შრომითი ხელშეკრულების ვადა. სამწუხაროდ საქართველო არ დაუახლოვდა ევროკავშირის დირექტივას, რომლითაც განისაზღვრება ვადიანი ხელშეკრულებების საფუძვლები. საქართველო წავიდა იმ პრაქტიკით, რომ ზოგადად ფიქსირებული და მუდმივი სამუშაოები უვადო ხელშეკრულებებს არ დაუქვემდებარა და ზოგადად ჩვენთან სტანდარტად იქცა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები და გონივრული საფუძველი მხოლოდ ერთ წელზე ნაკლები ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებებთან მოითხოვება, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე ვადიანი ხელშეკრულებები, ნებისმიერი ვადიანი ხელშეკრულება უნდა შემოწმდეს თავისი გონივრული საფუძვლების ქვეშ. ძალიან კარგი სიახლე არის პარალელური დასაქმების შეთავსებითი სამუშაოს მიმართულებით. ევროკავშირის ერთ-ერთი ახალი დირექტივა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი შრომითი პირობების შესახებ მიუთითებს იმას, რომ აი ეს დაქვემდებარებული მდგომარეობა დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიმართ არა მხოლოდ არის ორგანიზაციული ან ნორმატიული, არამედ არის ეკონომიკურიც. ანუ დასაქმებული მარტო ერთ დამსაქმებელზეა დამოკიდებული შემოსავლების ნაწილში. ეს ფაქტორი მძიმე დაქვემდებარების ფაქტორი, ეს ეკონომიკური დაქვემდებარების ფაქტორი გააზრებული იქნა ევროკავშირის სივრცეში და ევროკავშირში აღიარებული იქნა, რომ დასაქმებულს შეუძლია, რომ სხვა დამსაქმებლებთანაც იმუშაოს და ამით მან გაიუმჯობესოს თავისი ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ ობიექტური საფუძვლების არსებობის დროს შეიძლება ამ უფლების უпростоრედ თავისუფლების შეზღუდვა. საქართველოს კანონმდებლობაც მოვიდა შესაბამისობაში
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაშვებულია პარალელური დასაქმება, შეთავსებითი სამუშაო და აქ გონივრული შეზღუდვა შემოვიდა, ანუ შეიზღუდება, შესაძლებელია შეიზღუდოს ეს პარალელური დასაქმება მხოლოდ კონკურენტთან მუშაობის კონტექსტში და ეს აუცილებლად უნდა ეწეროს შრომით ხელშეკრულებაში, ანუ ორი პირობა კუმულაციურად არის დადგენილი. ამავდროულად აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მეცნიერების, განათლების და შემოქმედების კულტურის სფერო არ ექვემდებარება ზოგადად კონკურენციის დებულებებს. სამუშაო ბუნება თვითონ ითხოვს, რომ მუდმივად გაზიარებული იქნეს ის ცოდნა, რაც აქვს დასაქმებულს ამ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანი არის სტაჟირების ახალი მუხლი საქართველოს შრომის კოდექსში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის მთლიანად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, ევროკავშირს არც მოუთხოვია საქართველოს წინაშე არ დაუყენებია სტაჟირების რეგულირების საკითხი, ამიტომაც საკანონმდებლო პროცესში არასწორადაც კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სტაჟირება იმიტომ რეგულირდება, რომ ევროკავშირის კანონმდებლობას უახლოვდებით, ეს არ არის სწორი, მეტიც ევროკავშირში თვლიან განსაკუთრებით ანაზღაურების გარეშე სტაჟირება ეს თანამედროვე მონობასთან გატოლებული ქმედება არის. ამის საწინააღმდეგოდ საქართველოში შემოვიდა სტაჟირება არაუმეტეს 6 თვით არაანაზღაურებადი, ხოლო ერთწლიანი ანაზღაურებადი. ამან გამოიწვია ფაქტიურად არაუმეტეს 6 თვიან გამოსაცდელ ვადასთან და ერთწლიან შრომით ხელშეკრულებებთან სტაჟირების დამსგავსება და ფაქტიურად ახალი უარყოფითი პრაქტიკა ყალიბდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ცვლილება შემოვიდა ანაზღაურების ნაწილში. წლების განმავლობაში საქართველოს შრომის კოდექსი არ განმარტავდა რა არის ხელფასი შრომის ანაზღაურება. წლების განმავლობაში ითხოვდა ამას ILO საქართველოს წინაშე აყენებდა ამ რეკომენდაციას და დღეს ანაზღაურების ცნება მოცემულია შრომის კოდექსში და ეს არის არა მხოლოდ ფულადი სახით, არამედ ნებისმიერი ნატურის სახით მიღებული შემოსავალი, რაც გაიცემა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ. იქნება ეს საწვავის, ასე ვთქვათ, ტალონები, სატელეფონო ტალონები, კვება, გზის ხარჯი თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის შესული ანაზღაურების ცნებაში. სხვათა შორის აქ მინდა ხაზი გაუსვა ზუსტად იმას, რომ ქალისა და კაცის ანაზღაურების განსხვავება და დისკრიმინაცია, რაც ნამდვილად არის საქართველოში, ხშირად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ანაზღაურების ცნება სწორად არ ესმოდა დამსაქმებელს. თუმცა ანაზღაურების ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული ის ასპექტი, რაც ევროკავშირმა დააყენა 2023 წელს საქართველოს წინაშე, რომ მინიმალურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნას გადაწყვეტილება. მეტიც სამწუხაროდ აქ უნდა გაუსვა ხაზი იმ ფაქტორს, რომ უცხოელთათვის დადგენილია მინიმალური ანაზღაურება საქართველოში, ეს არის საარსებო მინიმუმის 5 მაგი ოდენობა. ერთადერთი სადაც საქართველოში მინიმალური ანაზღაურება საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგენილია, ეს არის ექთნები და ექიმები და თვით ექთნები და ექიმების მინიმალური ანაზღაურება სანახევროდაც კი ვერ მოდის უცხოელების მიმართ დადგენილ მინიმალურ ანაზღაურებასთან მიმართებით. ეს ფაქტიურად კანონით დადგენილი დისკრიმინაცია არის, სადაც უცხოელებისთვის უპირატესობა არის მინიჭებული ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისადმი. სამუშაო დროის აღრიცხვიანობის საკითხი ეს ერთ-ერთი ცვლილება არის საქართველოს შრომის კოდექსში. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზს გავსმევ იმას, რომ ის ზუსტად ისე არ არის გადმოტანილი საქართველოს კანონმდებლობაში, როგორადაც ეს ესმით ზოგადად ევროკავშირში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ცვლილება არის. იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა იქნეს დათვლილი სამუშაო
დრო დასაქმებულის და პატივი უნდა სცენ დასაქმებულის პროფესიულ და პირად საოჯახო ცხოვრების ბალანსირებას. კოდექსში არის ძალიან კარგი ცვლილება სამუშაო დროის ცნებასთან დაკავშირებით. ამ ცნების მიხედვით სამუშაო დროა ნებისმიერი ის დრო, როდესაც დასაქმებული ასრულებს თავის ფუნქციას დამსაქმებლის განკარგულების ფარგლებში. ესე იგი, კოდექსმა შემოიტანა ცნება, რომ მხოლოდ სამსახურის ადგილას და მხოლოდ ორგანიზაციაში, შენობაში განხორციელებული შრომა არ არის სამუშაო დრო, არამედ დასაქმებული თუ მას ასრულებს სახლიდან, ქუჩაში, ეს ითვლება სამუშაო დროში. ამ ხრივ ძალიან ცუდი პრაქტიკა არის ჯერჯერობით საქართველოში, მაგალითად ორ პრაქტიკას მოვიყვან, ერთი ლექტორების პრაქტიკას, რომლებიც ძალიან ხშირად იმაზე მეც მუშაობენ სახლში, ვიდრე აუდიტორიებში ლექციების ჩატარებისას, იმიტომ რომ სახლში ისინი ასწორებენ სტუდენტების ნაშრომებს, ქმნიან სალექციო მასალებს, ტვირთავენ ბაზაში სალექციო მასალებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს სამუშაო დროში არ აისახება. მეორე სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფერო, რაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოში, ფაქტიურად ულიმიტოდ ასრულებენ დასაქმებულები თავიანთ ფუნქციებს, რამე თუ მუშაობის ბუნება ისეთი, რომ ძღოლებთან ტვირთების გადაზვიდის დაგეგმარებისას ისინი ნებისმიერ დროს უნდა იყვნენ კომუნიკაციაზე. ასე რომ საჭირო არის ეს კარგი ცვლილება უკვე პრაქტიკაში იქნეს ასახული და სხვათა შორის ხაზგაუსმებ იმას, რომ შრომის ინსპექციის როლი ამ შემთხვევაში ძალიან დიდია, თუ ის დაიწყებს მონიტორინგს ამ მიმართულებით. ზეგანაკვეთური მუშაობა საქართველოში ისევ მოწყვლადი არის, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო პროცესის დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზეგანაკვეთური ორმაგად იქნებოდა ანაზღაურებული, ეს აღმოჩნდა ტყუილი. საქართველოში ისევ რჩება ძველი ჩანაწერი 100+1, რომელიც ნიშნავს, რომ დიახ, ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა იყოს ანაზღაურებადი, გაზრდილი ოდენობით. რო არ მოგატყუოთ, საქართველოში იგივე ოდენობითაც, რაც არის საათობრივი განაკვეთი, იმ ოდენობითაც კი არ აძლევენ დასაქმებულს ანაზღაურებას, როცა ის ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს. თუმცა ის მინიმალური საერთაშორისო სტანდარტი, როგორიც არის 100% პლუს 25% საქართველოში არ იქნა გათვალისწინებული. ძალიან კარგი ცვლილება არის არასრულ სამუშაო დროსთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს ეს ცნება უნდა შემოსულიყო საქართველოს შრომის კანონმდებლობაში. მთავარი რაც აქ დომინანტობს არის ის, რომ არასრულ სამუშაო დროით დასაქმებული ადამიანები არ მივიჩნიოთ ჩვენ თითქოს ცუდად ასრულებენ სამუშაოს, ან არაპროფესიონალები არიან, ისინი უბრალოდ ამ ტიპის შრომის ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები და ამიტომ მათთან მიმართებით არ უნდა განხორციელდეს დისკრიმინაცია და ერთნაირად უნდა იქნენ მოპყრობილნი როგორც სრულ სამუშაო განაკვეთზე, ასევე არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული ადამიანები და უნდა იყოს დაცული პრორატა პრინციპი მათთან მოქმედების დროს და გადაწყვეტილებების დროს. ცვლილებები არის შესული ღამის შრომის ნაწილში, ეს ძალიან კარგი ცვლილებები არის, დადასტურდა რა იგულისხმება ღამის შრომაში და ის შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შვებულების ნაწილშიც კარგი, ასე ვთქვათ, პროევროპული მოწესრიგება არის, თუმცა ჩვენ ცოტა ავცდით ევროკავშირის პრაქტიკას ანაზღაურებადი შვებულების დღეთა განსაზღვრის ნაწილში, როგორც წესი კალენდარულად ითვლიან ევროკავშირში. ეს არის არანაკლებ 4 კვირა და იქ არ ყოფენ სამუშაო და არასამუშაო დღეებად შვებულებას და საქართველომ სამწუხაროდ აირჩია სამუშაო დროის მიხედვით შვებულების გაცემის საკითხი არანაკლებ 24 სამუშაო დღისა, რაც სხვადასხვა პროფესიაში სხვადასხვა კალენდარულ დღეთა რაოდენობას იწვევს. ამას ფაქტიურად დამსაქმებლები მაინც არ ასრულებენ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, ან პრაქტიკა
პრაქტიკაზე უნდა განხორციელდეს ძლიერი მონიტორინგი და დაცული უნდა იქნეს საკანონმდებლო სტანდარტი, ან შრომის კოდექსში ისევ უნდა შევიდეს ცვლილება და ის უნდა გამარტივდეს აღქმის თვალსაზრისით, სხვათა შორის როგორც დამსაქმებლისთვისაც, ისევე დასაქმებულისთვისაც. პრობლემები რჩება დეკრეტული შვებულების ნაწილში და ჩვენ ამ საკითხს უკვე მესამე ვიდეოში და ლექციაში შევეხებით.